საგრძელებლად სხვა ნებისმიერი ადგილი შესთავაზა. გამომდინარე იქიდან რომ იცოდნენ რომ ჩვენ დაგეგმილი ქონდა რიგი ღონისძიებები და აქედან გამომდინარე შევთავაზეთ ნებისმიერი ადგილი თბილისში გარდა ის ადგილები სადაც დაგეგმილია ღონისძიება იმედია გაითვალისწინება. ოფიციალური შეტყობინების მიუხედავად რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს ლიდერებმა მოუწოდეს არ დაშლილიყვნენ. მიტინგის დაშლა სამართალდამცველებმა სანქცირებული აქციის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყეს. სპეცრაზმის მოახლოებისთანავე მომიტინგეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება დაიწყეს. აქციის მონაწილეების წასვლამდე დატოვეს რუსთაველის გამზირი სახალხო კრების ლიდერებმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბიწაძე ბურჯანაძის ექსკორტმა 2 ადამიანი იმსხვერპლა. ერთ-ერთმა ავტომობილმა სამართალდამცველი ქვეშ მოიყოლა და დაახლოებით 150-200 მეტრი ათრია. ვლადიმერ მასურაშვილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევამ კიდევ ერთი 55 წლის ყოფილი პოლიციელი ნოდარ ცხადაძე იმსხვერპლა. ის მიტინგის მონაწილე იყო.